სარკის სტადიაზე სუბიექტს უყალიბდება წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ, რომელიც ერთდროულად წარმოსახულიც არის და სიმბოლურიც. სიმბოლური იმიტომ, რომ მისი ჩამოყალიბება, აი ამ წარმოდგენისა საკუთარი თავის შესახებ, მისი ჩამოყალიბება განუყოფლად უკავშირდება ენას. და ენის გარეშე, როგორც ვიცით, შეუძლებელია ადამიანის არსებობა სამყაროში. 1953 წლიდან ლაკანის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა უკვე არა წარმოსახული, არამედ სიმბოლური. ანუ არაცნობიერის ენობრივი გამოვლინებები. ამასთან თუ სოსიური ხაზს უსვამდა, ხაზგასმით აღნიშნავდა აღმნიშვნელისა და აღსანიშნის განუყოფელ კავშირს, ლაკანი პირიქით ამტკიცებს, რომ მთავარია აღმნიშვნელთა ურთიერთმიმართებები. ეს მიმართებები, ანუ აღმნიშვნელთა ურთიერთმიმართებები, რომელთაც არაცნობიერი განსაზღვრავს, ხდება თავს იჩენს კონდენსაციის ან შენაცვლების პრინციპით, რაც ენობრივ პლანში ვლინდება როგორც მეტაფორა ან მეტონიმია. ფსიქოანალიტიკოსის ამოცანას წარმოადგენს პაციენტის მეწყვილებაში გამოყენებულ აღნიშნელთა ნაკადის ანალიზი და მისი არაცნობიერის სტრუქტურის რეკონსტრუირება. ლაკანის კონცეფცია უპირისპირდება კლასიკურ რაციონალიზმს. დეკარტის ფორმულას ვაზროვნებ მაშა სადამე ვარსებობ, ლაკანი უნაცვლებს ფორმულას. ვაზროვნებ იქ, სადაც არ ვარსებობ და ვარსებობ იქ, სადაც არ ვაზროვნებ. ამგვარად, ლაკანის მიხედვით, არაცნობიერი არის სხვა. ესე იგი, ის განსხვავდება მესგან, ცნობიერისგან, სუბიექტურობისგან, მაგრამ არაცნობიერი არის ისეთი სხვა, რომელსაც შეუძლია მეტყველება და რომლის სტრუქტურა ისეთივეა, როგორც ენის სტრუქტურა. შევნიშნავთ, რომ ლაკანის ცნობილი დებულების მიხედვით არაცნობიერი სტრუქტურირებულია როგორც ენა. და სუბიექტი კი წარმოადგენს სხვადასხვაგვარი სიმბოლური ჩაკეტილი კონტურების, ოჯახის, მეზობლების, კორპორაციის, ენის ცვლადს, გარდამავალ რგოლს. სუბიექტი ის არის, რასაც ერთი აღნიშნელი წარუდგენს მეორე აღნიშნელს, აფორისტულად შენიშნავს ლაკანი. სტრუქტურალიზმის მესამე წარმომადგენელი, რომელიც უკვე დავასახელე, იყო მიშელ ფუკო. მიშელ ფუკოს ეპისტემოლოგიურმა კონცეფციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჰუმანიტარული ცოდნის განვითარების მთელ პროცესზე. ფუკოს შემოქმედება შეიძლება დაიყოს სამ პერიოდად. პირველ პერიოდს განეკუთვნება სახელგანთქმული თხზულება, სიტყვები და საგნები, ჰუმანიტარული ცოდნის არქეოლოგია. ამ ნაშრომში გამოკვლეულია ცოდნის იმ სამი სფეროს განვითარების ისტორია, რომლებიც მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდნენ ფილოლოგიის,
პოლიტიკური ეკონომიის და ბიოლოგიის მეცნიერებათა სახით. ამ ისტორიაში ფუკო გამოყოფს სამ ურთიერთდამოუკიდებელ შემეცნებით ველს, ანუ ეპისტემას. ეს ბერძნული სიტყვა და ცოდნას ნიშნავს. ეს სამი ეპისტემაა აღორძინების ეპოქა, შემდგომ კლასიკური რაციონალიზმი და ბოლოს თანამედროვეობა. თავისთავად ეპისტემა არის სტრუქტურა, რომელიც განსაზღვრავს გარკვეული შეხედულებების, კონცეფციების, მეცნიერული თეორიების არსებობის შესაძლებლობას ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში. თითოეული ეპისტემის შინაგანი მიმართებები ფუკოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ეპისტემათა ურთიერთმიმართებები. ერთადერთი, რაც აერთიანებს ეპისტემებს, ფუკოს მიხედვით, ეს არის მათი ორგანიზების ხერხი. ანუ სიტყვებისა ბრჭყალებში და საგნების, ასევე ბრჭყალებში სემიოტიკურ ურთიერთდამოკიდებულებათა ესა თუ ის ტიპი, რომელიც ნებისმიერი პერიოდის კულტურათა ყველა სხვა გამოვლინების საფუძველს წარმოადგენს.